მოგესალმებით, ნახოთ რჩევა. მისთვის არის ვიღაცა მოდის თქვენთან, მაგრამ გასავისთვის არის ჯერეს გავაკეთოთ კარგით. ვიცით რა არის? აქ მე ვფიქრობ, რომ რაღაც შეგნებულ ნაბიჯებს დგამთ, აი გადაწყვეტილება და თითქოს მოლოდინის რეჟიმში ხართ, რაღაც ელოდებით. გამიგეთ მოლოდინის რეჟიმი. აი ეს თუ ასეთ მომენტში ხართ, ესე იგი თქვენთვის არის, ხო, ეს გაშლა. მაგრამ აქ თქვენ როგორ არის იცით, მიზანი რაც გაქვთ, მიზანი. ახალი რაღაცას მოიფიქრებთ ამ მიზნის მისაღწევად, სიახლე გეკნებათ. შენაძენი თუ გინდათ, აუცილებლად გეკნებათ შენაძენი დღის რჩევა. რჩევაში მოკლედ მე გეტყოდით, რომ რაღაც სიახლე მოკლედ და უნდა მოიფიქროთ და ეს ნახეთ, გამოგივათ კიდეც, გეკნებათ აქ თქვენ წარმატებაც გეკნებათ და ძალიან კარგი შესაძლებელია შენაძენი ან ბიზნესი თუ გაქვთ საბუთს თუ ელოდებით, აი აიღებთ ამ ყველაფერს. სხვადასხვა რატომღაც მაინც ისე მგონია, რომ თითქოს თავის შეკავების მომენტში ხართ, მაგრამ ხართ გაცომთლად ესე, არ იმას ქნათ საკუთარი თავი არ შეზღუდოთ პირიქით, აქ ძალიან კარგი წარმატება გაქვთ. ძალიან კარგი საზოგადოებრივი მდგომარეობა შეიძლება, ან უბრალოდ თქვენს მიმართ რაღაც ხალხი, ხო, ან საზოგადოებაში მოგიწიოთ ყოფნა, ან ხალხი რაღაც უფრო კარგი დადებითი მუხტი წამოვიდეს ხალხიდან. აქ მოულოდნელი კი არა, ძალიან კარგი წარმატება, ძალიან კარგი დაწინაურება შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში წინსვლა ასეთ წარმატებას არ ველოდი. რჩევაზე კი არა, უფრო ეს წარმატებაზე არის, მე მგონი ეს გაშლა, ხო? იცით რა არის, თქვენ აქ თუ სესხიან რამე გაქვთ, ამის დაფარვა შეძლებთ აუცილებლად. თუ კი სესხიარა და თანხები გჭირდება, შეგროვება შეძლებთ, ეს გამოგივათ. ძალიან კარგი დასასრულიც ექნება ამ ყველაფერს. მე აქ გეტყოდით, რომ საკმაოდ კარგი ის გიჩანთ. წარმატებული ნაყოფიერი, მოკლედ დღე ან პერიოდი ეხლა. უბრალოდ არის რაღაც მომენტი შესაძლებელია განანერვიულობთ ან განიცდით. აი ცუდი პერიოდი ან ცუდი მომენტი რაც იყო თითქოს დასრულდა. აი დეპრესიიდან გამოსვლა თუ დეპრესიული მდგომარეობა გაქვთ, უძილობიდან გამოსვლა, შიშიდან გამოსვლა. აქ როგორ აიცი, აი გაფეთაობა იპოვეთ, ცოტა გაბედეთ, გარისკეთ, რაც გინდათ დაუშვათ წამოიწყოთ. თუ რამე გაქვთ იდეაში, რომ უნდა გააკეთოთ, გარისკეთ, ძალიან სწორი მიმართულება და კარგი ისა გაქვთ აღებული. მიმართულება, ხო?
კიდევ დაფიქსირდება მაშინ. ძალიან გიფიქრებათ კიდევ აქ რაღაც საკითხზე, მაგრამ იცოდეთ, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნება ეს საკითხი, რასაც თქვენ ამ წუთში ფიქრობთ, ხო? ეს რა არის? რატო ამოვიდა ეს რამ განაპირობა? რაღაცა შეიძლება ეს ნერვული ან რაღაც გადაღლილი პერიოდი გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან და გადიხართ სინათლეში. ხო, სინათლეში გადიხართ. რა თქმა უნდა. არა, აქ სიხარული გაქვთ, თქვენ წარმატება გაქვთ. შესაძლებელია დახმარება ან რაღაც მიიღოთ, ხო? მადლიერება გამოხატეთ, ისე არ დაკავებთ ხო ყველაფრის მიმართ. გაუთვალისწინებელი ცოტა ხარჯი გიფიქსირდებათ აქ, მაგრამ არ შეგეშინდეთ არც ამისი, იმიტომ რომ ესეც ამ მდგომარეობიდანაც ძალიან კარგად მოაგვარებთ, ესე რომ ვთქვათ. მაგრამ აქ არის ვიღაც შესაძლებელია რაღაცას ითხოვს თქვენგან, მაგრამ აი არ ეკუთვნის ეს. რაცა მოთხოვნა ფიქსირდება შეიძლება, ვინმე დახმარება გთხოვოთ კიდევაც, ხო? ყოველ შემთხვევაში იყავით რაღაცა ისეთნაირად ძალიან ესე თავშეკავებულად და მიყავით თქვენ საქმეს. საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება გაქვთ, საკუთარ თავს შეძლებთ, უბრალოდ გამოიჩინეთ, ნახეთ, ისა რა ქვია, გამოიჩინეთ გამბედაობა და აი დღე თუ კი დაიწყო პოზიტიურად, შეეცადეთ, რომ ეს პოზიტიურობა დღის ბოლომდე და ზოგადად ეს პერიოდი შეინარჩუნოთ და გაყვეთ და გქონდეთ, ხო? მე გისურვებ წარმატებას და გავშტობებით დროებით.